ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის ფაქტური აკრძალვა არის საერთოდ კატასტროფული ამბავი. პირველ რიგში მე სანამ ამაზე საუბარს დავიწყებ, მინდა ასევე მივესალმო პოლიტპატიმრებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ თქვენ ეთერებს უყურებენ. მეგონი პირველი აქვს ციხეში და მაგრად იყავით ყველა პირობას გაძლევთ, რომ არ დავნებდებით, სადამდე ფიზიკურად შეგვეძლება და ჩვენს რაღაცნაირად არ გაგვაჩერებენ, ან გვერდით არ მოგისვავენ თქვენ თავს, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას. ისე გვაძლევს ჩვენ ამის ძალას ძალიან. კი, ნამდვილად. სხვათა შორის ერთადერთი რაც მე იმედებოდა, რომ ადღერო ვიყავი, სულ იმას შვებოდი, ვკითხულობდი რამდენი ადამიანია რუსთაველზე და თავარი ესე ვთქვათ, არსიან მდგომარეობს იმაში, რომ პროტესტი გააგრძელდეს. კი, და გააგრძელდება აუცილებლად. ეხლა რაც შეეხება ამბავს, ეს არის განსაკუთრებული ამბავი, იმიტომ რომ თვითონ აი მამალ ქოცებსაც კი უჭირთ რა აშკარად ეთყობა, რომ აი ტროლებს კი რაღაცებს აწეინებენ, არ აიდენტიფიცირებათ ტროლებს, მაგრამ აი იმათაც კი უჭირთ ამის თქმა, რომ ეს კარგი ამბავია, რომ იმათ ხმის მიცემის ფაქტობრივი უფლება ერთმევათო რა. ჯერ პირველ რიგში რა კითხვას უნდა დავსვათ და რაც უნდა გავიხსენოთ, ქართული ოცნება რომ ხელისუფლებაში მოდიოდა 2012 წელს, აგერ რევოლუცია სწორად შეადარეთ, იმხელა საპროტესტო ტალღა იყო. ერთ-ერთი მთავარი დაპირება ივანიშვილის იყო, რომ აქო მე ისეთ საქართველოს შექმნიო, რომ ამდენი ქართველი რო არისო, წასულიო. ყველა ჩამოვიყვანო და არავის წასვლა არ მოუნდება. აქო წასვლა აღარ მოუნდებათო ადამიანებსო და 13 წლის თავზე მივედით იქამდე, რომ იმაზე ზრუნავს კი არა, რომ ისინი დაბრუნდეს საქართველოში, სადაც ხართ იქ ეყარეთო, აი გუთხრა. და ხმის მიცემის უფლებაც არ გექნებათო. და აქედანაც ყრის გაერეკავს. ან იმის არგუმენტის ვისჯერ, ეხა არ ვიცი, თქვენს ეთერში ბევრჯერ გავრცელდა ის, რომ აი გიორგი ულბარიცმა დათვალა ძალიან საინტერესო ეს იყო პოსტი, აი თეორიულად რო დაუშვათ, რომ იმდენმა ემიგრანტებიდან იმ წილმა რამდენი პროცენტის დაახლოებით დადის ხოლმე არჩევნებზე, დაახლოებით 48-50%, რომ გადაწყვიტოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და აღმოჩნდა, რომ 10,000 თვითმფრინავი დაჭირდებათ, რომ ჩამოვიდნენ. დაახლოებით $1 მილიარდი დაჭირდება ბილეთებს და აი ამ რეალობაში ხა ფიზიკურად შეუძლებელი. თბილისის აეროპორტის გამტარიანობა რო დავთვალოთ, მარტო აი ბოდიშდა რამდენი ტუალეტის ემსახურება, ტუალეტის რიგი იდგება ფსოუნდეო. ოღონდ ეს დათვალა ზუსტად რა, ანუ აი რამდენი ემიგრანტი ყავს ქართველებს, ხო? ეს ხო აბსოლუტური სიგიჟეა. ამის ხო თვითონაც არ ჯერათ და ეს ემიგრანტებზე კიდე რო ანუ ეს დაცინვაა დამატებით. სხვა შორის რუსულ პროპაგანდას ახასიათებს ცინიზმი რა. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი საბჭოთა კავშირში რო ხრიტავდნენ ადამიანებს. ხო, რო ხრიტავდნენ ადამიანებს, ოჯახის წევრებს რო უგზავნიდნენ ტყუის ფულის გადასახადს. თქვა ეს რუსული ცინიზმი ახასიათებს რა, რო ეუბნებიან ჩამოვიდენო წელიწადში 20 წელიწადში ერთხელ რა, რომ ამათ თავისი ცოლები გონიათ, რომ იგი კაბის და სამკაულის საყიდად რო გადაფრინდებიან და გადმოფრინდებიან. ხალხი წელებზე ფეხს იდგავს, იმიტომ უცხოეთში წასული, რომ კაპიკის ფული არა აქვს და იქ იქნება რაღაცა იშოვოს, რომ მართლა არჩინონ აქ ადამიანები და ამათ ეუბნებიან გადმოფრინდი და გადაფრინდიო რა, თითქოს როგორ უნდა გადაფრინდეს? ზოგი საბუცელოდება, კაცო, ზოგი რაღაცას ნახევარი ეგ მარტივი კი არა. კიდე რისი თქმა მინდოდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხმის მიცემა არის აი რაღაცა წმინდა ადამიანური უფლებაა რა, ანუ თუ შეიძლება საჯარო სფეროში რამეს წმინდა დაერქვას, ეს არის ადამიანის ხმის უფლება. აგერ წეგან პოსტი მქონდა დადებული გუშინ 2024 წელს ამერიკელმა ასტრონავტებმა კოსმოსიდან მისცეს ხმა, ორმა ადამიანმა კოსმოსიდან მისცეს ხმა. ეხლა რა 350 მილიონიან ქვეყანაში ის ორი ხმა წყვეტ და რამეს, მაგრამ არა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმის მაგივრად რომ გაუმარტივოთ ჩვენ ადამიანებს და იმაზე ვფიქრობდეთ, რომ მეტი უბანი გაიხსნას, რომ ეს არის ერთგვარი პატივისცემის გამოხატულება და შედგომა ზუსტად სახელმწიფოთ, რომ შენს მოქალაქეებს მეტ გასაკაცად როგორი არასოლიდარული ხარ პარტიაც, პარტიის ლიდერიც, როცა აი ძლივს გაჭირვებით სამსახურს რო ნახავს ადამიანი, იქ მოხუცულის, იქ საბუცელოდება და იმას ესე ხელის წამოყრით რო ეუბნები, რომ ჩამოდი კაცო, შენამ ჩამოდი ხმა მიეცი და მერე დაბრუნდი. დედას ფიცა ვარ. ხანდახან გონია რომ სპექტაკლში ვართ რა, რომელშიც ყველაფერი კარგად იცის. აი ამ ქოცებმაც ეხა მე არ მჯერა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი არსებობს დედამიწის ზურგზე, აი რომელმაც არ იცის და ვერ ხვდება ეხა ეს რატო გაკეთდა. არ იცის და ვერ ხვდება, რომ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ იქიდან ოცნებამ ოპოზიციის მხარდამჭერები ჩახსნას. ეს ხო ქართული ოცნების მხარდამჭერებია. მართლა დებილები ხო არ არიან? ყველა არ მაქვს მე ესეთი წარმოდგენა, ხო? მაგრამ ამას რო გიკეთებენ და ამას რო გაპრავებინებენ, მე ბოდიში ამ სიტყვისთვის. უნდა ცოტა ნამუსმა შეგაწუხოს და იმას კი არ უნდა იძახდე, რომ აი მე მიშა დაგრიშა. მიშას ეს რო გაეკეთებინა, მანამდე ამოვკრავდით პაღურს, როცა ამას გააკეთებ და მაშინ ამოვკრავდით მიშას პაღურს. მე მინდა ეგეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ მართლა
ისე განვითარდეს ქართული მეცნიერება, რომ ზუსტად ქართული ასტრონავტებიც ყავდეს და იქიდან მისცენ ხმა კოსმოსიდან good luck Mr. Gorski და bad luck Mr. Ivanishvili.